პატარა ამბავი მინდა გითხრათ იებთან დაკავშირებით, რომ მთელი ქალაქი ამ დროს გაივსება იების კონებით. ძირითადად იები მოდის საგურამოდან, წავკისიდან, იებიც და ივანდამარიებიც. სინამდვილეში ივანდამარიის ყუნწები არის აი ამ სიმაღლე. იებიც ასია, აი ის ნამდვილი კონე ეს არის. მაგრამ ჩვენი ყოჩაღი მეყვავილეები, ჩემი ძვირფასი კოლეგები, რატომღაც აი ამხელა ჩხირებზე ამაგრებენ. ასე კრავენ კონებად, რომ უფრო გაფუშფუსდეს და გადიდეს. აი სინამდვილეში ივანდამარიას მეტი სიმაღლე არა აქვს. აი ნახე რომ მოწყვიტო ერთი ცალი ყვავილი ეს არის. სულ ეს არის და ამას მე აკრავენ და აი ასე ამ სიმაღლე ტოტები ტყიდიან. რა თქმა უნდა, მე ამას ყველაფერს დავშლი, რა საკვირველია, ამ ჯოხებს ყველაფერს და რამდენი ნაგავი გროვდება ნახე. აი მოიტან ორ კონა იას და ერთი ვაგონი ნაგავია. აი ევრი უშვებს ამ შეცდომას და გონია რომ დროულია რომ აჩვენოთ მაყურებელს. ან ჭიქებში ყველაზე მეტად უხდება, აი ეს ლამას გამჭვირვალე ჭიქაში ის კონა ძალიან შვენის, ჩემი აზრით. სითბოში რომ შემოდის სიცივიდან კიდევ უფრო სურნელოვანი ხდება და მთლად თელ სახში დააყენებს სურნელს, მე იების ჩასალაგებლად ხშირად ვიყენებ ასეთი ფორმის დაბალ სუპის ქოთლი. ამოვტენი ამ ჭურჭელს, ამ ტოტებს, წყნელები. ნახე, აი ასე ბადესავით. ეს ძველი მეთოდია, სამებაღეო მეთოდია. ეს იმდროინდელი მეთოდია, როცა მებაღეობა და ფლორისტიკა ერთი და იგივე იყო, ერთი და იგივე ადამიანი აკეთებდა ამ ორ საქმეს. აი ნახე. ძალიან უხდება, რატომღაც, არ ვიცი რატომ ვერ ამიხსნია სუროს ფოთოლი იებს. და ასეთი სუროს ტოტები მაქვს, აი ჩვეულებრივი სუროს ტოტები და ამასაც გამოვგრიხავ. ამ სუპოვნიკში. ეხლა თქვენ უკვე ხვდებით ამას რატომ ვაკეთებ. აი ასე. მერე უკვე ამ ბადესავით მოწნულ ჭურჭელში, ამ დაგრეხილ ტოტებთან ერთად, აი ცოტა შეგვიძლია ასეთ პიცკები გაუდოთ, გამოუდოთ. აქ უკვე ადვილად ჩავალაგებთ მერე იებს. აი ნახე, ან ივანდამარიებს. აი ეს. ნახე. რა თქმა უნდა წყლით ავავსებთ. თუ იებს და ივანდამარიებს გაურევთ ერთმანეთში, იების სიწვრილე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. ნახეთ, ეს ხო მუქიფერია და უფრო მსხვილი ყვავილი აქვს. ესეცია ოღონდ კულტურული. გაკულტურებული ბაღის ის ველურია. და ეს ერთად არეული ძალიან დაამშვენებს თქვენს მაგიდას. ასე რომ დედებო, თუ თქვენი შვილები მოგართმევენ სამ მარტს იებს და ივანდამარიებს, შეგიძლიათ ის ძალიან ლამაზად ჩაალაგოთ და რამდენიმე დღე ასე ჩალაგებული გაძლებს. ამ ღეროებზე მიბმული, რა თქმა უნდა, წყალს ვერ წვდება და ლარნაკში ჩადგმული ძალიან მალე ჭკნება. თუ გინდათ რომ რამდენიმე დღე გააჩეროთ და გქონდეთ, ასე უნდა ჩაალაგოთ. მე მგონი ლამაზია. ნახე რა კაი გამოვიდა. დედებო, გილოცავთ დედის დღეს.